ვფიქრობ, რომ ძალიან კონკურენტია ეს პოზიცია ქართული ოცნების, იმიტომ რომ ცოტა სარეძახიან იქ დაბრუნებისთვის პირობებს ვაყენებენ. ჩემი აზრით ძალიან სასაცილო ჩემს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შემდგომ საზოგადოებას აღარ ახსოვს, მაგრამ ზუსტად ისევე, როგორც ვისაც როდესაც უყირავენ გაგდებას ევროსაბჭოდან, დაასრულა რუსეთმა და თვითონ შეიტანა განაცხადი გამოსვლაზე, ზუსტად ასე მოიქცა ლუკიანის დელეგაცია, რომელსაც აგდებდნენ სტრასბურგიდან და წინსწარი განაცხადეს, რომ არაპირებენ ესე იგი დასჩენას. ამიტომ ისინი ფაქტიურად გამოგდებული არიან ევროპული სტრუქტურიდან და არავინ მათ უკან არ იპატიჟება. შეუძლია დაწყნარდეს ქართულ ოცნებას, საქართველოს აუცილებლად ეყოლება სრულუფლებიანი წარმომადგენლობა ევროპულ სტრუქტურებში, სადაც ჩვენ ვართ უკვე წარმოდგენილი და ეს მოხდება მას შემდეგ, რაც შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას და ეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ქართულ ხალხს. ვიდრე შემდეგი საპარლამენტო არჩევნები იქნება და თუ გაგდებულია ქართული დელეგაცია, რეზოლუცია დარჩება რაღაც კრიტიკულ ხმად თუ რაიმე შეცვლის სურვილის ან წინ რაიმე შეცვლის შესაძლებლობა რამდენად შეიძლება გააჩინოს ამ რეზოლუციამ. თუ გაგდებულია ოცნება, თუ ეს თქვათ არ იქნება მათთან ასე აქედან გამომდინარე კომუნიკაცია, აი როგორ შეიძლება რომ რაიმეს გამოსწორების ან აი ამ უკუსლის შეჩერების ეს თქვათ ხელისშემწყობი გახდეს ეს რეზოლუცია, თუ უბრალოდ ის იქნება კრიტიკული ხმა აღწერა ვითარების. იცით რა, მე სიმართლე რომ გითხრათ, მას შემდეგ, რაც ბიზინა ივანიშვილმა ძალიან აშკარად გააკეთა არჩევანი, რომელიც არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ არანაირად არ ცდილობს ეს ხელისუფლება, რომ რაიმე სახით მოძებნოს დიალოგის გზა ევროპულ სტრუქტურებთან, იმიტომ რომ ესეთი შესაძლებლობა მიეცა მათ კიდევ ერთხელ და უპასუხეს ამაზე დამატებითი პოლიტპატიმრების გაჩენით, უპასუხეს ფაქტიურად ხელი კრეს კიდევ ერთხელ ევროპიდან გამოწოდებულ, ასე ვთქვათ, შემხვეთ ხელს. მას შემდეგ რაც მიზანმიმართულად, აი ძალიან მიზანმიმართულად მიყავთ ვითარება იმისთვის, რომ ჩვენ ვიზო რეჟიმის შესაძლებლობა წაგვართვან წლის ბოლოს. მე სიმართლე რომ გითხრათ, არ აქვს რაიმე მოლოდინი, რომ ამ ხელისუფლებას აქვს დღეს მზაობა, რომ რაიმე ტიპის მსგავს ზეწოლას უპასუხოს რამე პოზიტიური დინამიკა. ამისი რესურსი ამ ხელისუფლებას დღეს აღარ აქვს. მე ვფიქრობ, რომ ლაპარაკის აზრი არ არის ზეწოლას პოზიტიური დინამიკით ვერ უპასუხებს. ანუ გამორიცხულია, რომ აქ რამე კარგი მოხდეს, ვიდრე ხელისუფლებას არ გადაირჩევენ. ან ეს ცუდი ტრაექტორია გაჩერდეს მაინც. ანუ ვერ ხედავთ ვერანაირ, ეს ვთქვათ, არ ვიცი, ამოცემულ. დიახ. უბრალოდ რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ ამის მოცემულობას, მე ვხედავ დღეს პოზიტიური დინამიკას რაც შეიძლება შეიქმნას და პოზიტიური დინამიკა უნდა შეიქმნას ხელისუფლების წინააღმდეგ ფრონტის გაძლიერების მიმართულებით. ეს იქნება ერთადერთი პოზიტივი, რაც ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ როგორც საერთაშორისო ფრონტზე, ასევე შიდა პოლიტიკური ბრძოლის ფრონტზე და სწორედ აი ამ ზეწოლის და მე ვიტყოდი, რომ კიდევ უფრო დიდი წმეხის ქვეშ მოუწევს ივანიშვილის ხელისუფლების გათმობა სამართლიანი თავისუფალი არჩევნების შემდეგ და ამის შემდეგ უკვე დაიწყება სწრაფად ნორმალიზაცია საქართველოს ურთიერთობების ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ზოგადად ჩვენ დავიწყებთ, ასე ვთქვათ, დაუბრუნდებით იმისას განვითარების, რომელიც ქართულმა ხალხმა აირჩია. კი ბატონო, სანამ ეს მოხდება, შემდეგ მინიმუმ 2 წელია, ხო, მანამდე. ამ 2 წელიწადში როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, ეს არის ალბათ საინტერესო ჩვენი მოქალაქეებისთვის. ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებთ და ვფიქრობ, რომ ეს რეზოლუციები და ზოგადად საერთოდ ძალიან ნათლად დაფიქსირებული პოზიციები დასავლეთში, რომელიც აისახება რეზოლუციებში, იქნება ეს ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსი, იქნება ეს კონგრესის მიერ მიღებული სხვადასხვა დოკუმენტები და ზოგადად, ასე ვთქვათ, დაფიქსირება ღიად პოზიცია, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ
ეს სტრატეგიული ბუნდოვანება, თუ ვინმეს გონებაში შეიტანა და არის დარჩენილი, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების პოლიტიკის მიერ სადმიახანებს საქართველოს ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს სტრატეგიული ბუნდოვანება აღარ ქვეყნის შიგნით მოქალაქეებისთვის თუ ასევე გარე აუდიტორიისთვის? გარე აუდიტორიისთვის აღარ არსებობს არანაირი სტრატეგიული კითხვის ნიშნები, ხო. ეს არის ქართული ხალხისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ ხო ხედავთ ქართული ოცნების რიტორიკა, როგორ ფაქტიურად ისინი რაღაცა აგრძელებენ ისე უკვე უჭერთ, იმიტომ რომ манипуляციის, ინფორმაციული манипуляციის სივრცეც ძალიან ფაქტიურად შეიძლება იქნას, რომ აღარ დარჩათ, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ აბსურდული ფაბულის განვითარებას, რომ არ არიან ანტიდასავლური ძალა, როდესაც მათი ყველა მოქმედება არის მიმართული საქართველოს სრული იზოლაციისგან დასავლეთისგან. და ეს სტრატეგიული ბუნდოვანება, რომელსაც საკუთარი პროპაგანდით ქმნიან, ეს ბუნდოვანება სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება, რაც უფრო ნათელია დასავლეთის პოზიცია და ამიტომ მე ვხარს ვუჭერ როგორც ძალიან ნათელ დაფიქსირებას დასავლეთის მხრიდან, ისაც როგორიც აი გაჭრილად არის საკუთარი მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომ დიახ უვიზო რეჟიმს რო დაკარგა ქართული ხალხი, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის ბრალი. ისეთი როგორც იქნება ამ რეზოლუციაში, რომ დღეს თუ რამეს კარგავს ქართული ხალხი ევროპაში პერსპექტივის თვალსაზრისით უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ამ ხელისუფლების წინააღმდეგებს. ანუ ეს სიცხადე არის მნიშვნელოვანი ქართული ხალხისთვის, რომ კიდევ უკეთესად იქნას გაცნობიერებული ის საფრთხე, რომელიც წინაშეც ჩვენ გავართ და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც ამ რეზოლუციებს და სხვადასხვა მექანიზმებს, უკვე მრავალი მექანიზმია ამუშავებული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, დაწყებული ეუტროს მოსკოვის მექანიზმით და დამთავრებული იმ რეზოლუციით, რომელსაც ახლა მიიღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამითი ცხადია, რომ მათ შორის მზადდება საფუძველი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მტკივნეული ზეწოლის მექანიზმები ამუშავდეს რეჟიმზე, რომელიც დაარქვავს მათ საცოცხლო ინტერესებს. ასე რომ მე რაიმე დათმობების კი ბატონო, ამ ტიპის ზეწოლის პასუხი დრო მაჩვენა თუ არა, არის თუ არა ხელისუფლების მხრიდან ასევე ზეწოლის და რეპრესიული წნეხის გაძლიერება ქვეყნის შიგნით მოქალაქეებზე. ანუ რაღაც ამ ტიპის ფორმულას ხომ არ მიყვებიან? არა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინახავს მე გულწრფელად ვამბობ, რომ დასავლეთის მიერ ამ რეჟიმის წინააღმდეგ რეალური ზეწოლის გარკვევები არ არის ჯერ ამუშავებული და ამიტომ შეუძლია იმაზე რა როგორ პასუხობს ეს რაც აქამდე იყო, ეს არის ყველაფერი სუსტი თქვენი დაკვირვებით? რა თქმა უნდა, ეს არის ყველაფერი სუსტი და რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი შეუძლია დასავლეთს და მე ყოველ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ეს რეალური რა არის გაცილებით მეტი, მოდი მაშინ ამაზეც ვილაპარაკოთ. გაცილებით მეტი არის ის, რაც გაარკვევს რეჟიმის სასიცოცხლო ინტერესებს და ეს არის ის პაკეტები ზეწოლის, რომელიც უნდა ამუშავდეს ივანიშვილის რეჟიმის მსგავს ხელისუფლებასთან, როდესაც საქმე აქვს დასავლეთს, იმიტომ რომ რამდენიმე თვის წინ ბრიუსელში იყო ძალიან სერიოზული მსჯელობა, უნდა მისცენ თუ არა კიდევ შანსი ივანიშვილის რეჟიმს უკვე უნდა გადავიდნენ ძლიერი ზეწოლის გარკვევების გამოყენებაზე. მე გულწრფელად გეტყვით და თქვენიც ჩვენი პოზიცია მათ შორის რამდენიმე თვის წინ სწორად გააკეთა განცხადება, რომ საჭირო არის დიალოგი ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს არის სწორედ ფაქტიურად ის, რაზეც ევროსაბჭოს რეზოლუცია საუბრობს, ჩვენ ეს ყველაფერი თქვით რამდენიმე თვის წინ, რომ საჭირო არის ამ ყველაფერზე საუბარი, საჭირო არის საუბარი იმაზე, როგორ უნდა აღდგეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი და ეს შესაძლებლობა, რომ ამაზე დაიწყოს დიალოგი, ბიძინა ივანიშვილს მისცეს და მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა და ვფიქრობ, რომ შესაბამისად, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ლოგიკური არის ის, რომ დღის წესრიგში დადგება სხვა გზებით მასზე ზეწოლის გარკვევების ამუშავება ეს შეეხება იგივე მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ანალოგიურ დინამიკას ვუყურებ ჩვენი მიცემთ შანსებს, რომელიც არ არის დღეს გამოყენებული და შესაბამისად არ ტოვებს სხვა შესაძლებლობას, გარდა იმისა, რომ ან უბრალოდ
შეწყვიტონ საერთოდ პოლიტიკა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, ან ამუშავონ ახალი ზეწოლის პერკეტები და ევროკავშირს ყოველ შემთხვევაში და ევროპულ სივრცეს, ჩემი აზრით, ასე ვთქვათ, არ აქვს დღეს იმისი ფუფუნება, რომ საქართველოს არსებობა დაივიწყოს. მადლობა. ძლიერი პოლიტიკის ზეწოლის შესაბამისად, მათ შორის იმ რეზოლუციის საფუძველზე, რომელიც დღეს იქნება მიღებული. დიდი მადლობა.